გამარჯობათ მეგობრებო, შეგახსენებთ საკუთარ თავს, ლეილა, გთხოვთ რომ გადახვიდეთ ჩემს YouTube არხზე, გამოიწეროთ, გაუზიაროთ მეგობრებს, დაალაიქოთ, დააკომენტაროთ და დააფიქსიროთ თქვენი აზრი. მაშ დღეს გვექნება საუბარი მთვარეზე, ასტროლოგიაზე და როგორ ხასიათდება, ჯერ ას განაგებს მთვარე, მერე როგორ ხასიათდება თითოეულ ნიშანში და როგორი ინტერპრეტაცია უნდა მივცეთ პირად რუკაში. რა თქმა უნდა, ეს იქნება მხოლოდ მთვარის ნიშნებში განხილვა, იმიტომ რომ მისი ასპექტირება სხვადასხვა პლანეტებთან, ნიშნებთან კიდე სხვა ელფერს აძლევს შესაბამის პირადი რუკის მფლობელს, ასე ვთქვათ. მაშ დავიწყოთ. მთვარე ზოგადად გვიყვება ადამიანის ფსიქიკის შესახებ, როგორ აღიქვავს ის საკუთარ თავს, როგორ აღიქვავს ის სხვა ადამიანებს, გარემოს, მოვლენებს, რა არის მისი პირველი რეაქცია. ასევე მთვარე გვიყვება ქალის შემთხვევაში თუ როგორი მეუღლე იქნება და როგორი დედა იქნება. მამაკაცის შემთხვევაში ის გვიყვება პარტნიორის შესახებ. და რაც შეეხება ზოგადად მთვარეს კიდევ გვიყვება როგორ აღგზარდა დედამ, ბებიამ, ანუ ვინც ქალის ფიგურა, რომელმაც ჩვენს ცხოვრებაზე დიდი კვალი დატოვა, ანუ ძალიან იმოქმედა, აღგზარდა და ეს აუცილებლად ქალის ფიგურაა. ხო, ანუ ძირთად დედაზე მიგვითითებს, მაგრამ თუ ვიღაც შეიძლება დედა ყავს გარდაცვლილი, ან არ ყავს გარდაცვლილი, უბრალოდ სხვასთან, ანუ სხვა ქალთან იზრდებოდა, ხო? ბებია იქნება, მამიდა იქნება თუ სხვა. მაშ ასე შევუდგეთ საქმეს განხილვას, სხვადასხვა ნიშნები, როგორ წარმოადგენს საკუთარ თავს. მთვარე მშვილდოსანში არიან ადამიანები საოცრად პოზიტიურები. მათი დევიზი არის, მე მგონი, რომ ყველაფერი კარგად იქნება. მთვარე მშვილდოსნები არიან ადამიანები, რომლებსაც მოსწონთ სხვა ეროვნების, სხვა ეთნიკური წარმომადგენლები, სხვა რელიგიის წარმომადგენლებთან ურთიერთობა, ზოგადად რელიგიის მიმართ რელიგიურები არიან. იცით როგორ, ვიღაცა რელიგიურია და ვიღაცა უბრალოდ რწმენა აქვთ რა. ყველა სხვადასხვა რაღაცეების გვწამს, ამიტომ მთვარე მშვილდოსანში არის ადამიანი, რომელსაც დიდი რწმენა აქვს. ეს შეიძლება იყოს რელიგიური, შეიძლება სხვა მიმართულება. ასევე ძალიან პოზიტიურად მოაზროვნე ხალხია ზოგადად, უყვართ მოგზაურობა მთვარე მშვილდოსნებს, ამით იღებენ ზოგადად ენერგიას. უყვართ სწავლა, განათლება აქვთ, დამიდრეკილება ამ მიმართულებით და აი განათლების კუთხით სტატუსურობას. და მოკლედ მთვარე მშვილდოსანში არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია კარგი ხუმრობები და რომელსაც იუმორის კარგი განცდა აქვს ზოგადად. მთვარე მშვილდოსანში არის ადამიანი, მშობელი, ასე ვთქვათ, როგორ იცით, რომ შეუძლია ემეგობროს თავის შვილს, პოზიტიურად აღზარდოს, თუმცა აი თუ გაბრაზდა მთვარე მშვილდებს აქვს, აი უცებ შეიძლება რომ გასკდეს, ასე ვთქვათ, გაბრაზდეს და უცებ ამოხეთქოს და უცებ შეიძლება ჩაქრეს მისი ისა რა, ცოტა ან მალევე დაავიწყდება, მაგრამ აი შეიძლება თუ აფეთქდა და თუ გაბრაზდა ძალიან ტრისას, ანუ ერთ საათში დაბრუნდით მერე, ანუ იმ მომენტში არ გირჩევთ ყოფნას. მოკლედ, იცით რომ მოკლე ვიდეოს წერთ, ამიტომ აქ თქვენს ნებართვით შევჩერდები, რა თქმა უნდა, ბევრი შეიძლება ამაზე ლაპარაკი, თუმცა უნდა გადავიდე სხვა ნიშანზე ხლა.